გამარჯობა. ფიქრები მომისმინეთ, არ გაატაროთ. ბოლოს მე თქვენ გასწავლით რიტუალს, თუ როგორ უნდა განთავისუფლდეს ნეგატიური ფიქრებისგან. ვისაუბროთ ფიქრებზე. ფიქრები ეს ენერგიის დახვეწილი, მაგრამ ძალიან ძლიერი ფორმაა. ჩვენი აზრები ცხოვრობს საკუთარი ცხოვრებით. ის იზიდავს მოვლენებსა და გარემოებებს, რომლებზეც ვოცნებობდით ან პირიქით გვეშინოდა მათი. ფიქრები ესაა შინაგანი ხმა, რომელიც მუდმივად აქტიურია. ისინი ქმნიან ჩვენს შინაგან რეალობას. გავლენას ახდენენ ემოციებზე, ქცევაზე და გადაწყვეტილებებზე. ფიქრები შეიძლება იყოს როგორც დამხმარე და კონსტრუქციული, ასევე დამაზიანებელი და დამაბრკოლებელი. ჩვენ ვერც კი ვაცნობიერებთ, რამდენად ძლიერია ცნობიერება. ჩვენს აზრებს შეუძლია საკმარისად ძლიერი ენერგიის სინთეზირება, რათა შეცვალოს წყლის სტრუქტურა მოლეკულურ დონეზეც კი და თუნდაც უჯრედულ დონეზე, სხეულის უჯრედულ დონეზე. ტვინის ეს უნარი მიმართული უნდა იყოს პოზიტიური მოქმედებისკენ. იმისათვის, რომ გარდავქმნათ ჩვენი გარემომცველი სამყარო და ეს უნდა დავიწყოთ საკუთარი ტრანსფორმაციით. საინტერესოა ის, რომ ფიქრები იყოფა და აქვს თავისი ასპექტები. პირველი, ფიქრი როგორც ენერგია. ეს არის ვიბრაცია, რომელიც ქმნის კონკრეტულ ენერგეტიკულ ველს. ჩვენს გარშემო ეზოთერულად ყოველი ფიქრი გაგზავნილი სამყაროში და ბრუნდება უკან შესაბამისი ფორმით, ისეთივეთი, როგორიცაც ვაგზავნით. მეორე, ეს არის ავტომატური ფიქრები. ხშირად ჩვენ არ ვაცნობიერებთ, რას ვფიქრობთ. ფსიქოთერაპიაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სწორედ ამ არაცნობიერ ავტომატურ ფიქრებს, რადგან ისინი ქმნიან ემოციურ რეაქციებს. მესამე არის ფიქრის დაკვირვება. მედიტაციური და სულიერი პრაქტიკები გვასწავლიან ფიქრების შემჩნევას და მათგან განცალკევებას. ეს არის ერთ-ერთი ესეთი კარგი გზა შინაგანი თავისუფლებისკენ. მეოთხე, ეს არის დამოუკიდებელი ფიქრები. შიშები, თვითკრიტიკა, ეჭვები, ისინი გვბლოკავენ და ხშირად არის რეალობასთან შესაბამისობაში. მეხუთე, ეს არის შემქმნელი ფიქრები, მიზნისკენ მიმართული, ნათელი, პოზიტიური განზრახვები, რომლებიც რეალობას ფორმას აძლევენ, ჩვენს რეალობას. ნუმეროლოგიაში ერთიანს აქვს ესეთი მნიშვნელობა, ინიცირების ძალა ერთიანებს. სწორედ ისე ამგვარად ფიქრებს აქვთ წამოწყების და მატერიალიზაციის პოტენციალი. შემქმნელი ფიქრები, რასაც ქვია. ყოველთვის, როდესაც ჩვენი ფიქრები უარყოფითია, ეს უარყოფითად მოქმედებს მთელი სხეულის მდგომარეობაზე. ძალიან მნიშვნელოვანია ფოკუსირება მოვახდინოთ პოზიტიურობაზე და კეთილსინდისიერობაზე, რადგან ამ გზით ჩვენ ვმოქმედებთ არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ გარშემო მყოფებზეც. ბევრმა მოვლენამ სამეცნიერო კვლევამ უკვე აჩვენა, რომ უარყოფითი აზრები და აკვიატებული ფიქრები ორგანიზმში ქიმიურ ცვლილებებს იწვევს, რაც ავტომატურად იწვევს ადამიანის ფიზიკური ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს. პოზიტიური აზროვნება კი ქმნის სწორ უჯრედებს, ნეირონულ კავშირებს, რომლებიც გვეხმარება ჯანმრთელობის შენარჩუნებაში და გვიცავს დაავადებებისგან. მაგალითად, თუ ვინმე მუდმივად ფიქრობს, რომ მალე მოკვდება, მაშინ ასეთი აზროვნება შეიძლება რეალურად ახდეს. თვითშესრულებული წინასწარმეტყველება ქვია ამას. ხოლო თუ ზრუნავთ თქვენს ჯანმრთელობაზე და ეწევით აქტიურ ცხოვრების წერს, მაშინ სავსებით შესაძლებელია იცხოვროთ დიდხანს და ბედნიერად. პროფესიონალი სპორტსმენები ვარჯიშობენ და ამ დისციპლინის საშუალებით ისინი საკუთარ აზრებს ენერგიად აქცევენ.
გამარჯვების ვიზუალიზაციით ისინი აიძულებენ ტვინს ფოკუსირება მოახდინოს და შესაძლებლობა რეალობად აქციოს. დამღუპველი ფიქრები რასკივის სასწრაფო. დამღუპველი ფიქრები ესაა იმ გონებრივი შაბლონების ერთობლიობა, რომლებიც განაპირობებენ შიშებს, დაბრკოლებებსა და შინაგან დესტრუქციას. ისინი ხშირად ეყრდნობა ბავშვობის გამოცდილებას, წარსულ ტრავმებს, კოლექტიურ წარსულს ან ეგოს თავდაცვით მექანიზმებს. მათ ფსიქოლოგიაში ეძახიან დაზიანებულ კოგნიტურ შაბლონებს. ეზოთერიკაში კი დაბალვიბრაციულ ფიქრთა ფორმებს, რომლებიც ენერგეტიკულად ჭამენ ადამიანში სინათლეს, შინაგანად. დამღუპველი ფიქრების ძირითადი ტიპები. პირველი, კატასტროფიზაცია. ყველაფერი ცუდად წავა. ეს შეცდომა ჩემს ცხოვრებას გაანადგურებს. ესეთი ფიქრები ძირითადად გამომდინარეობს ადამიანებში გაურკვევლობის შიშიდან და საკუთარი ძალის დაუფასებლობიდან. მეორე, შავთეთრი ფიქრები. ყველაფერი ან არის კარგი, ან ცუდი. შუა არ არსებობს. ასეთი აზროვნება ხშირად ბავშვობაში დამყარებულ როლებს უკავშირდება. კარგი ბავშვი, ცუდი ბავშვი. მესამე, ეს არის პერსონალიზაცია. ყველაფერს საკუთარ თავზე იღებ. მისი ცუდი განწყობა ჩემს გამოა, ჩემი ბრალია. ეს შეიძლება იყოს უკმარისობის გრძნობის გამოხატულება. თითქოს შენ მუდმივად ვალდებული ხარ სხვის ემოციაზე პასუხისმგებლობა აიღო. მეოთხე, მუდმივი და ერთი და იგივე აზრის წრეზე ტრიალი, აკვიატებული აზრები. ერთი და იმავე პრობლემებზე ფიქრი უკონტროლოდ, რაც ჩაკეტილ წრეს ქმნის. ეზოთერიკაში ეს გონებრივი პარაზიტების, ეგრეგორების კვების ერთ-ერთი ფორმულაა. ეგრეგორები. არსებობს ესეთი მცნება. მეხუთე, გადაჭარბებული თვითკრიტიკა. მე არასაკმარისი ვარ. არაფერი გამომდის, სხვისგან არაფრით გამოვირჩევი. ეს ხშირად დაკავშირებულია არქეტიპულ სტრუქტურასთან. დაშავებული შინაგანი ბავშვი, ეს მდგომარეობა ან გადაუჭრელი მკაცრი მშობლის ფიგურა ადამიანში. თქვენი აზრების ვიზუალიზაცია ძალიან სასარგებლოა, რადგან ის საშუალებას აძლევს ჩვენს ენერგიას კონცენტრირება მოახდინოს, რაც ქმნის შესაძლებლობებს მათი განხორციელებისთვის. როდესაც ჩვენ ვფიქრობთ სიტუაციაზე, ჩვენი ტვინი მუშაობს ზუსტად ისე, როგორც ეს სინამდვილეში ხდება. ადამიანში კონცენტრირებულ ენერგიას შეუძლია ჩვენს გარშემო ააშენოს ყველაფერი, რასაც ჩვენ წარმოვიდგენთ. იქნება ეს ინდივიდუალური ხედვა თუ კოლექტიური გონება. ენერგეტიკულ დონეზე დამღუპველი ფიქრები ქმნიან ბლოკებს გონებრივ და ემოციურ სხეულში. ეს ბლოკები არ აძლევენ ენერგიას თავისუფლად მოძრაობის საშუალებას, რასაც შეიძლება მოჰყვეს ქრონიკული დაღლილობა, დაბნეულება და შიშები. კარმულ დონეზე ისინი შეიძლება იყოს წარსული ცხოვრებიდან წამოსული დაუსრულებელი სულიერი გაკვეთილების გამონძახილი. მაგალითად, თუ ადამიანი მუდმივად შიშით ფიქრობს მომავალზე, შესაძლოა წარსულ ცხოვრებაში ჰქონოდა გამოცდილება, სადაც მოულოდნელმა მოვლენამ ყველაფერი შეცვალა და მან ვერ შეძლო ადაპტაცია მოეხდინა და ვერ ახდენს ეხლა. ამიტომ აქვს შეიძლება იყოს ასე ვთქვათ სიახლეების შიში პირობითად. სიახლეების შიში. ფიქრი ეს არის როგორც ვიბრაციული იმპულსი. ყოველი ჩვენი ფიქრი ესაა სპეციალური ვიბრაციული კოდი. ეს კოდი აგზავნის ინფორმაციულ და ენერგეტიკულ იმპულსებს სამყაროში. შენს ენერგო ველზე, აურაზე, არაზეცნობიერ სქემებზე, კოლექტიურ ველებზე, ეგრეგორებთან და ფიზიკურ რეალობაზე. ეს იმპულსი მუშაობს როგორც მაგნიტი.
ის იზიდავს იმავე ვიბრაციაზე მყოფ მოვლენებს, ადამიანებსა და სიტუაციებს. მაგალითად, ფიქრი მე არ ვიმსახურებ სიყვარულს. ასხივებს ნაკლებობის ვიბრაციას. ააქტიურებს ეგრეგორს, რომელიც ატარებს უარყოფის განცდას. არ იმსახურებს სიყვარულს? ჩართულია არ დამსახურების ეგრეგორის, სიყვარულის არ დამსახურების ეგრეგორი. იზიდავთ და ამ დროს იზიდავთ ურთიერთობებს, სადაც ადამიანი ვერ გრძნობს თავს საკმარისად დაფასებულად. იმიტომ რომ არ იმსახურებს სიყვარულს. როგორია ფიქრის ენერგეტიკული ციკლი? ციკლურია. ნეგატიური ფიქრი და ნებისმიერი ფიქრი. ფიქრი ჩნდება შეგნებულად ან არაცნობიერად. იგი იქმნება ვიბრაციად, მენტალურ სხეულში. ენერგია ვრცელდება აურაში, ფორმულირდება ენერგოველი. საკვალძო წერტილებზე ზემოქმედებს, განსაკუთრებით მზის წნულზე, შუბლის და გვირგვინის ჩაკრებზე. მზის წნულზე, ემოციებზე, შუბლის ინტუიციაზე და კოსმოსთან კავშირზე. ამ ფიქრით ფორმირებული ველი იზიდავს რეალობას, იმ რეალობას, რომელიც არის თუნდაც თქვენს გარშემო. ზუსტად ესეთი თანმიმდევრობით ხდება გაშვება ვიბრაციების სამყაროში. როგორ გარდავქმნათ ფიქრი ენერგეტიკულ კარგ ძალად? პირველი, უნდა გავაკეთოთ დაკვირვება. დააკვირდი რას ფიქრობ? ყველაზე ხშირად. არ ვცვლით ჯერ არაფერს, არ ვცვლით, უბრალოდ დააკვირდით, მხოლოდ აკვირდებით. ჩაიწერეთ ყოველ დღე ის აზრები, რომელიც ხშირად მეორდება. შეეცადეთ დაასახელოთ მათი ხმა. ვინა ამ აზრის ავტორი? შენ, მშობელი, სკოლა თუ საზოგადოება? ნებისმიერი წევრი თქვენ წარსული ცხოვრებიდან. მეორე, ნაბიჯი, ეს არის გააზრება. უნდა გაანალიზოთ, საიდან მოდის ეს ფიქრი. ვინ ამბობს ამას შენში, კონკრეტულად უკვე. შემდეგ უნდა მოხდეს ტრანსფორმაცია, ჩანაცვლება ენერგეტიკულად მაღალი ვიბრაციებით. მაგალითად, არ შემიძლია, უნდა ჩავანაცვლოთ, ცდილობ და ვითარდები. მოახდინოთ, უნდა ამას ყველაფერს, როდესაც დააფიქსირებთ, ჩანაცვლება. ეს შეგიძლიათ ჩამოწეროთ კიდეც ნეგატიური ფიქრები და ჩაანაცვლოთ შემდეგ. უნდა მოძებნოთ ახალი კონსტრუქციული სიტყვები და წინადადებები, რომლებიც შენს ნამდვილ ძალას ასახავს. მეოთხე, განზრახვა. იზრუნე მიზნობრივად. სწორად ჩამოყალიბებული განზრახვა ფიქს აქცევს ენერგეტიკულ საქმიანობაში. ანუ ის რომ მე ვიპოვე, გადავაკეთე სიტყვები, ეს საკმარისი არ არის. შემდეგ უკვე უნდა ვიმოქმედოთ კიდეც. და ამაში იმის გარდა რომ ფიზიკურად უნდა ვიმოქმედოთ და უნდა გამოვიმუშაოთ, შევცვალოთ ნეირო სისტემა საკუთარ ტვინში, აუცილებლად ამაში კიდე შეიძლება დაგეხმაროთ ენერგეტიკული პრაქტიკები, მედიტაცია, მანტრები, ვიზუალიზაცია, ჩაკრების გაწმენდა, ნებისმიერი რამე, რომელიც თქვენ გინდათ. ხშირად დამღუპველი ფიქრები ბავშვობიდან მოდის. თუ გინდა თქვენ თუ გექნებათ სურვილი, შეგიძლიათ ერთად ვიმუშაოთ ამ თემაზე და ამისთვის არსებობს ძალიან კარგი ტექნიკები, მათ შორის მეტაფორული ბარათების. ასე რომ მომართეთ კონსულტაციისთვის. ფიქრის ენერგეტიკული გავლენა ადამიანის ცხოვრებაზე ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ღრმა და ცენტრალური საკითხი, როგორც ეზოთერიკაში, ისევე ფსიქოლოგიაში. ფიქრი არ არის მხოლოდ გონებრივი აქტი. ის ქმნის ვიბრაციას, ენერგიას და შემდეგ რეალობას. რასაც ფიქრობ, იმას ასხივებ და რასაც ასხივებ, იგივე მოგიბრუნდება უკან. მარტივი ფორმულა. რასაც ფიქრობ, იმას ასხივებ და რასაც ასხივებ, იგივე მოგიბრუნდება უკან. ამიტომ სწორად რომ გამოვასხივოთ, გაუშვათ ფიქრები, უფრო სწორად გაუშვათ ვიბრაციები. გთავაზობთ ენერგეტიკულ გაწმენდის რიტუალს. ფიქრები, რომელიც დაგპირდით, საუბრით დასაწყისში, ფიქრების ველის დასაბალანსებლად, რომელიც დაასუფთავებს მენტალურ სხეულს, გაანეიტრალებს
დაბალ ვიბრაციულ აზრებს და გააძლიერებს ნათელ განზრახვას. ამ რიტუალისთვის, ენერგეტიკული გაწმენდის რიტუალისთვის თქვენ დაგჭირდებათ გასაწმენდად. უფრო სწორად, პირველ რიგში შესაძლებელია ამის გაკეთება შესაძლებელია ახალი მთვარეობისას, მზის ამოსვლისას, ან ყოველი დღის დასაწყისში. თუნდაც დასასრულს, არა ნებისმიერ დროს, როდესაც თქვენ გინდათ. დაგჭირდებათ სადღაც 15-20 წუთი, მეტი არ დაგჭირდებათ, საჭირო ნივთები, სანთელი, თეთრი ან ჩვეულებრივი საეკლესიო სანთელი, თქვენი სურვილის სამებ, საკმეველი, ნებისმიერი სახის საკმეველი, თუნდაც სურნელოვანი ჭხირებით შეგიძლიათ გამოიყენოთ, თუ კი ალერგია არ გაქვთ. შეგიძლიათ ასევე გამოიყენოთ ლიმონის ან როზმარინის ეთერზეთი, ძალიან კარგია. 1 ჭიქა წყალი და ქაღალდი და კალამი და ასევე სურვილის სამებრ შეგიძლიათ ნატურალური ქვაც, ოღონდ ნატურალური ქვა. დაიდოთ იქ სამუშაო რიტუალის მაგიდასთან. ეს ყველაფერი არის ელემენტები: ჰაერი, წყალი, ცეცხლი და მიწა. ნატურალური ქვა. თუ კი არ გაქვთ ნატურალური ქვა, შეგიძლიათ მარილი გამოიყენოთ, ჩვეულებრივ პატარა რამეზე მარილი დაყაროთ, ისიც იგივეა, მიწის ელემენტია. პირველი ეტაპი. აუცილებლად უნდა იპოვოთ ფიზიკური სივრცე და მოამზადოთ. შეარჩიოთ წყნარი ადგილი, სადაც არავინ არ შეგაწუხებს. არც ქმარი, არც შვილი, არც დედამთილი, მამამთილი, დედა, ძმა და ასე ნათესავები. ის 15-20 წუთი. შეეცადეთ ასევე ცხოველებიც გაიყვანოთ იმ ოთახიდან. დაანთეთ თეთრი სანთელი. ეს არის გონების ნათელი და შემოსული ძალის სიმბოლო. აანთეთ საკმეველი ან სურნელოვანი ჭხირები და ასევე ეს ეთერზეთი წყალში, წყალიც გექნებათ, იმაშიც დააბყუროთ, ან იქვე დაასხათ იმისთვის, რომ სურნელი იდგეს და ეს წყალი დაიდეთ წინ, თქვენს წინ დადეთ და განათავსეთ სანთელი და წყალი ისე როგორც თქვენ გინდათ. როგორ ხდება გაშვება? მეორე ეტაპი. ფურცელზე უნდა დაწეროთ, ესე რომ გააკეთებთ ყველაფერს, აანთებთ სანთელს ყველაფერს, დაწერეთ ფურცელზე ბოლო პერიოდის დამღუპველი ფიქრები. სიტყვით, ზუსტად ისე, როგორც მოდის თქვენს თავში. მაგალითად გეტყვით, მე არ მაქვს ძალა, ვერასოდეს დავაღწევ თავს ამ სიტუაციას. სხვები უკეთესები არიან ჩემზე, ნებისმიერი ფორმულირებით, ისეთი ფორმულირებით, როგორიც მოგდით თავში. შემდეგ ჩაიკითხეთ ხმამაღლა, ეს ყველა რომ დაამთავრებთ დაწერას, წაიკითხეთ და წაკითხვის შემდეგ გაიმეორეთ. მე ჩემს ცნობიერებაში ვხედავ ამ ფიქრებს, მე არ ვარ ისინი, ახლა ვირჩევ გავათავისუფლო ისინი ჩემი ენერგეტიკიდან. მე ჩემს ცხოვრებაში ვხედავ ამ ფიქრებს, მე არ ვარ ისინი, ახლა ვირჩევ გავათავისუფლო ისინი ჩემი ენერგეტიკიდან. სამჯერ გაიმეორეთ ეს. შემდეგ დახიეთ ფურცელი, ნელა, შეგიძლიათ დაწვათ კიდეც ის, თუ კი არის ამის საშუალება ოთახში, რაღაც პატარა ჯამი იქონიეთ, იქვე რომ დაწვათ და ბოლოს უკვე რიტუალს დაამთავრებთ, უნდა გაიტანოთ ეზოში და დამარხოთ მიწაში. შემდეგი მესამე ნაბიჯი არის მენტალური სხეულის გაწმენდა. უნდა მოვახდინოთ ვიზუალიზაცია ამ დროს. შეიძლება დაჯდეთ მთელი რიტუალის განმავლობაში ან ფეხზე იდგეთ, არა აქვს მაგას მნიშვნელობა, სანთელი წინ დახუჭოთ თვალები, წყალიც წინ გიდებთ და წარმოიდგინოთ, რომ თქვენს თავზე ჩამოდის ნათელი სხივი, ესეთი შუქი, ის შედის მაკუშკაში, თქვენს აქ ყიფლიბანდში, ჩაკრაში და გონებაში.
გააკეთეთ ღრმა შესუნთქვა, ამოსუნთქვა და ჩასუნთქვისას წარმოიდგინეთ, ვიზუალიზაცია გააკეთეთ, რომ ჩემში შემოდის სუფთა გონება. ამოსუნთქვისას ვამთავრებ დაბინდულ აზრებს და განთავისუფლდები. ამოუშვით. შეგიძლიათ ესე იმისკენ რა ქვია, სანთელისკენ ისე ნაზად შეუბეროთ ეს სული, რომ თან სანთელი არ ჩაქროს და თან ეს ნეგატივი დაიწვება. ვიზუალიზაცია გააკეთეთ ამის. ანუ შესუნთქვისას ჩემში შემოდის სუფთა გონება, ამოსუნთქვისას ვამთავრებ დაბინდულ აზრებს და განთავისუფლდები. წარმოიდგინეთ, რომ ეს შუქი განბანს შენს ფიქრებს და ჩამოშლის ნეგატიურ ვიბრაციებს. ნეგატიური ფიქრები დნება, ქრება როგორც ბურუსი და იწვის ცეცხლში. მეოთხე ეტაპი უკვე მივდივართ სუფთა განზრახვის ჩადება, ჩამოყალიბება, თუნდაც დაპროგრამება საკუთარი თავის, როგორც გინდათ ისე დაარქვით. თქვით ხმამაღლა ან გულში ესე ყარად გაიმეორეთ. განზრახვა. მე ვირჩევ სუფთა დამხმარე ფიქრებს, იმას როდესაც გააკეთებთ სამჯერ, შემდეგი ეტაპია ეს უკვე. სამჯერ გააკეთებთ ყველაფერს. მე ვირჩევ სუფთა დამხმარე ფიქრებს. ჩემი გონება, ჩემი მოკავშირეა. ვქმნი სინათლის სუფთა წარმატებულ საკუთარ რეალობას. მე ვქმნი სინათლის სუფთა წარმატებულ საკუთარ რეალობას. მე ვირჩევ სუფთა დამხმარე ფიქრებს. ჩემი გონება, ჩემი მოკავშირეა. მე ვქმნი სინათლის სუფთა წარმატებულ საკუთარ რეალობას. სამჯერ ესეც. და ბოლოს, ამასაც რომ გავაკეთებთ, დავასრულებთ რიტუალს და სათითაოდ ყველა ელემენტს, რომელიც გვაქვს წინ, გადავუხდით მადლობას. მადლობას იმისთვის, რომ ისინი დაგვეხმარენ ამ ყველაფრის გაკეთებაში. მადლობა გაწმენდაზე, დაცვაზე და ჩემს ახალ გზაზე. ნებისმიერი თქვენი მადლიერების სიტყვებით. შემდეგ ბოლოს ჩააქრობთ სანთელს, ამასაც გააკეთებთ ესეთი მადლიერების. მადლობა ნათელო სხივო, რომ გამინათე გზა. გამიწმინდე და გამინათე გზა. ეს იყო სულ ის რიტუალი, ესე დამთავრდება, შემდეგ გაიტანთ, რა თქმა უნდა, ნამწვავებს და დამარხავთ, თუ სანთელი არ ჩაქრება, დაიწვას ბოლომდე. მაგრამ უნდა ჩააქროთ თქო გითხარი. ოკეი. პრინციპში მაგ სანთელი თუ კითხვა გაქვთ, შეგიძლიათ კიდე გამოიყენოთ, არ არის პრობლემა, ან მერე აანთეთ როდესმე. და ნამწვავები გაიტანეთ და დამარხეთ მიწაში. მადლობა მოსმენისთვის, წარმატებები და განთავისუფლდით ნეგატიური ფიქრებისგან. მეწმუნდეთ ის კარგს არაფერს არ მოგცემ.